ეს ნიუ-იორკში ერთ-ერთი ეპისკოპალური ეკლესია. ადგილი შემთხვევით არ შეგვირჩევია. აქ არა მარტო ამერიკელებს, არამედ ქართველებსაც შეხვდებით. ჩვენს გაგვიმართლა ამ ეკლესიაში ისეთი ადამიანები აღმოვაჩინეთ, რომლებმაც წლების წინ საქართველოში იმოგზაურეს და დღემდე ახსოვთ ქართულიც და საქართველოც. გილოცავ შობას ახალცელს. პირველად საქართველოში ვიყავი 83-ში და ძალიან ბევრი მეგობრებს ხავს. შობა შეუცვლელია მას ყოველწელს აღნიშნავთ. ცვლით საჩუქრებს, ვეხმარებით ერთმანეთს. მახსოვს ბავშვობაში ხანდახან ღამის 4 საათამდე არ ვიძინებდით. ხუმრობდით, ვერთობოდით, ვიცინოდით საჩუქრებზე. მაგალითად, მამაჩემ შეიძლება ისეთი საჩუქარი მიეღო, რომელიც საერთოდ არ უნდოდა, მაგალითად ჰალსტუხი. მერე ყველანი ვახშამზე ვხვდებოდით, ვღეროდით საშობაო სიმღერებს. მე ჩიკაგოსთან ახლოს გავიზარდე და ხანდახან შობის ღამეს გარეთ საშობაო სიმღერებს საათობით ვღეროდით. სანამ ხელის ცითები არ გაგვეყინებოდა, მერე სხვადასხვა სახლში ვჩერდებოდით გასათბობად და ცხელ სიდრის ვსვავდით. ახლაც ვზეიმობთ ცხადია. წელს შობის ღამეს ეკლესიაში ჯაზის კონცერტია. საქართველოსთან კავშირი აქ აშკარა. ეს მამა სტივენია. საქართველოში ისიც ნამყოფია და ქართულ ხალხს კარგად იცნობს. გვიყვება, რომ წლევანდელი შობა იქ განსხვავებული იქნება, ისევე როგორც ყველა წელს. იცით, აქ წელს ქართული სამზარეულო გვექნება. ქართველები ამ ეკლესიაში შარშანას დადიოდნენ, თუმცა წელს მათი რაოდენობა გაიზარდა. შობას ერთად აღნიშნავთ. ყველას მოაქვს თავისი ტრადიციული სამზარეულოდან რაღაც. მათ შორის ქართველებსაც ჩვენ ლოცულობთ საქართველოსთვის. ეს მას დღეს ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ალბათ მოусმენდით. ჩვენ წირვაშიც მოიხსენიეთ თქვენი ქვეყანა. დღეს ალბათ მოისმინე ვილოცეთ საქართველოსთვის და მეც ესეთი განწყობა მაქვს, ანუ ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველოსი მშვიდობა იყოს და დაალაგდეს სიტუაცია. ისეთი ზარზემით ვერ აღნიშნავთ წლევანდელ შობას, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ არის სახარბიელო სიტუაცია საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ შობას უფრო მეტად დიდი სიხარულით აღნიშნავთ. ამერიკელებისთვის და ქართველებისთვისაც შობას ყოველთვის თან ახლავს ტრადიციის შეუცვლელი ელემენტები. განათებების, საშობაო სიმღერები, საჩუქრები, ყველაფერი კი ეს ერთობლიობაში რაღაც ახლის და კარგის მოლოდინს ქმნის. ამ დღეს ყველა რაღაცას ელოდება, არ აქვს მნიშვნელობა სათხარ და რა ეროვნების. ჩემთვის შობის მთავარი ნაწილი მეგობრობას, ლოცვას, თაყვანიცემას უკავშირდება. ამ დღეს ყველანი ოჯახში ვიკრიბებით ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, ვმღერით საშობაო სიმღერებს და რა თქმა უნდა მივდივართ ტაძარში. იცით, შობა ჩემთვის ყოველ წელს უფრო მეტ გამოცდილებას ნიშნავს. ის სულ უფრო მეტად მაძლიერებს. მე ორი შვილი მყავს. შობა ყველას ძალიან გვიყვარს. იმედია წელს შობას თოვლთან ერთად შევხვდებით. ჩემი შვილები მას ძალიან ელოდებიან. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შეგიძლია შობა ოჯახთან ერთად აღნიშნო. ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით შობას ერთად აღნიშნავთ. ცვლით საჩუქრებს, ვმღერით, ვამზადებთ ტრადიციულ კერძებს. ეს უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული. წელს ყველა ერთად ვახშამდე წავალთ. შობას ხშირად სასურველ გარემოში ხვდები, ხშირად იქ ხარ, სადაც უნდა იყო, ან პირიქით. ამ ბოლო კადრებით კი უბრალოდ ნიუ-იორკში ვართ და უბრალოდ იმ ქალაქში, სადაც შობა საზეიმო განწყობას ნამდვილად ქმნის.